ნათელია, რომ საქართველოში დემოკრატიულობის პრობლემა არ არსებობს. რა უნდა ვთქვა? მე ვეთანხმები ბატონ შათელიშვილს. ესე იგი, ვეთანხმები მის სულიერ შვილს, ბორის გრიგორის ძეს. საქართველოში დემოკრატიულობის პრობლემა არ არსებობს. რადგან ასეთი ცნება საერთოდ აღარ არსებობს. განა იუპიტერზე შეიძლება იდგეს საარჩევნო სიების პრობლემა. ევერესტზე შეიძლება იდგეს უხარისხო ასფალტის პრობლემა, ან მარსზე ელექტროენერგიის გამრიცხველიანების პრობლემა, ან მარიანის ღრმულში ფრინველების გამოზამთრების პრობლემა, ან სატურნის რგოლებს შორის მეტროს ამოქმედების პრობლემა, ან საჰარის უდაბნოში გაუმართავი კანალიზაციის პრობლემა, ან რუსეთში ალკოჰოლიკების რაოდენობის სიმცირის პრობლემა, ან მთვარეზე ღორის გრიპის გავრცელების პრობლემა, ან ენდემური ჭორვილური სირაქლემების პოპულაციის გადარჩენის პრობლემა, ან მიხეილ ყაველაშვილის კაბინეტის კედლებზე უნივერსიტეტების დიპლომების ჩამოკიდებისა და განაწილების პრობლემა, ან ფოთში კოღოების დეფიციტის პრობლემა, ან ბერას უკვდავი ხელოვნების დამფასებელთა რაოდენობრივი სიმცირის პრობლემა, ან ქართულ ოცნებაში რუსის აგენტებისა და მათი მონების ნაკლებობის პრობლემა. არა მეთქი. ზუსტად ასევე, საქართველოში არ შეიძლება იდგას დემოკრატიის პრობლემა. ესე იგი, არ შეიძლება და მორჩა. ის საერთოდ რა არის ეგ დემოკრატია? რაღაცა ვეღარ ვიხსენებ.